მგონი დროა რომ დავიწყოთ. მოგესალმებით კიდევ ერთხელ მეგობრებო. გვიხარია და მოხარულები ვართ, რომ დაინტერესებულები ხართ ჩვენი ვებინარით. დღეს Tekla Structures-ის კიდევ ერთი ვებინარი გვექნება კიბის კონსტრუქციის აგება ფოლდის ელემენტებით. იმედია, რომ ეს ძალიან საინტერესო და ინფორმაციული იქნება თქვენთვის. აქვე გეტყვით, რომ თუ ვებინარის მსვლელობის დროს რაიმე კითხვა გაგიჩნდებათ, გთხოვთ, რომ ჩატში მოიწეროთ, რომ წენას არ შევაწყვეტინოთ. უშუალოდ ვებინარის მსვლელობა და ვებინარის ბოლოს დრო დაეთმობა კითხვა-პასუხის რეჟიმს და ამ დროს გამიხილოთ საერთოდ ყველაფერს. არაფერი არ დარჩება უპასუხოდ და პასუხობა უცემელი. რაც შეეხება ჩვენს ტრენერს, ტრენერი არის Pennsylvania Georgia-ს წამყვანი ინჟინერი ირაკლი კაპანაძე. და ეხლა თვითონ უკეთესად გაგეცნოთ, მე მგონი ირაკლი შეგვიძლია რომ დავიწყოთ. გამარჯობათ მეგობრებო, მე გახლავთ ირაკლი კაპანაძე, BIM Solutions ინჟინერი. მოგეხსენებათ, რომ უკვე რამოდენიმე ვებინარი ჩავატარეთ სხვადასხვა თემაზე. რაც შეეხება დღევანდელ თემას, ჩვენ განვიხილავთ კიბის კონსტრუქციის აგებას ფოლადის ელემენტებით. იმედია საინტერესო იქნება დღევანდელი ვებინარი და ბევრ საინტერესო დეტალს გაიგებთ და შემდეგ პრაქტიკაშიც გამოიყენებთ. თქვენთვისაც ცნობია ეს სამუშაო დაფა ჩვეულებრივ დაყოფილია სხვადასხვა ეს ელემენტებად, ფოლადის ელემენტი, კინა ბეტონის ელემენტი და აგრეთვე არის დამატებითი მოწყობილობები, რომლის მეშვეობითაც სწრაფად ხდება პროექტირება. როგორც ყოველთვის, ვიწყებთ ჯერ ღერძების გასწორებით, მოდით ჩვენთვის სასურველი ღერძები დავსვათ, სასურველი ზომები. დავიწყებ პირველ რიგში თქვათ X მიმართულებით, მოდით რადგან კიბის კონსტრუქციას ვაკეთებთ, იყოს ასეთი დაშორება, თქვათ მეტრ-ნახევარი, 3 მეტრზე და ისე მეტრ-ნახევარზე. ეს ერთი, რაც შეეხება სიგანეს, სიგანე მოდი იყოს 3 მეტრი და მხოლოდ ერთი მიმართულება შევცვალოთ. სიმაღლეც ჩვენთვის სასურველია რომ შევცვალოთ სტანდარტულად ხშირ შემთხვევაში სართულის სიმაღლე არის 3.3 მეტრი, ესეც მივუწეროთ, თქვათ, შემდეგი სართული იყოს 6.6, მომდენო 9.9. ასევე მივუწეროთ Z-ის მიმართულებითაც, შემდეგ რომ გამოვიტანოთ ზუსტი მონაცემები. და ვნახოთ ვიევში როგორ გამოჩნდება, შევქმნათ ახალი ვიევი, გამოვდოთ 2 წერტილი და ხედავთ, რომ ეს სიმაღლეებიც დაბალანსდა. კარგით, ახლა მივყვეთ უშუალოდ პროექტირებას, გადავიდეთ ისევ მოდელში, ჯერ დავიწყოთ მოდით სვეტების დასმით, ავირჩიოთ ფოლადის ელემენტები, ავირჩიოთ კოლონა. ამ შემთხვევაში გამოვიყენოთ მოდით ორწესებრი კოჭი, მოდის სიმაღლეს ამას ავიღებ ჯერჯერობით 9 და 9.9 და მე ვნახოთ როგორ შეიცვლება ეს სიმაღლეები. დავსვათ პირველ რიგში კოლონები და შემდეგ რა თქმა უნდა გვინდა სართულის ბაქნები მოვაწყოთ. მოდით თქვათ კარის შესასვლელი შენობას აქვს აი ამ მხარეს. გადავიდეთ უშუალოდ ჭრილში და დავიწყოთ თორჩდები ეს იყო დიახ დავიწყოთ უშუალოდ ბაქნების მომზადება. ავიღოთ კოჭის ელემენტი და გავალოთ ჩვენთვის სასურველი სიგრძე. თქვათ, ეს ერთი სართული, პროფილი დავტოვოთ იგივე. ეს ერთი სართული, თქვათ, მეორე სართულის ბაქანი ავიღოთ და მესამე სართულის ბაქანიც ავიღოთ ზევით. რაც შეეხება აი შუა ბაქნებს, მოდი მოვაწყოთ ჩვენ სართულის შუაში. უბრალოდ აი ესენი დავსვათ ჯერჯერობრივად, როგორც არის, დავაკოპიროთ. აღარ გვინდა თავიდან გავლება კოჭების. შემდეგ უბრალოდ მოვნიშნოთ და ჩამოვწიოთ ცენტრამდე. ეს თუ არ ვწდები, არის 3 და 3 რო შუაზე გავყოთ 1 და 65. დიახ, კი ბატონო. ახლა გადავიდეთ 3D მოდელში და უბრალოდ ის გადავხჩენია, რომ ესენი გადავაკოპიროთ გვერდზე. ბევრი რომ არ ვიცვალოთ. უბრალოდ ან შეგვიძლია M2 ღილაკს დავაჭიროთ და copy-თი, ან edit-ებში თუ შევალთ, აქაც არის დამატებითი ფუნქციები და
აქედან შეგვიძლია დავუკოპიროთ. თუმცა ადვილია რომ უბრალოდ ემურს დავაჭერ და ავირჩევ შესაბამის ბრძანებას. დიახ. და ეხლა ამ მიმართულებითაც დავსვათ კოჭები. შევქნათ ისო დამატებითი ვიევი. დამატებითი ხედი, ასე ვთქვათ, ქართულად რომ ვიგულისხმოთ. და შორს არის, მაგრამ არა უშავს. ეს ხედი აქაც ავირჩიოთ ისო ფოლამდის ელემენტები და გავალოთ კოჭი. ამ შემთხვევაში, რადგან ეს ორტესებრი არის, კოჭი უმჯობესია, რომ დავიწყოთ შიგნიდან. დამეთანხმებით. და მოდი ვიზავთ ასე ხედი შევცვალოთ, რომ ეს ღერძის ხაზი გამომიჩნდეს. ისევ ავიღებ beams, ავიღებ თქვათ ეს სისქე, ეს არის ამდენი და მივიტანოთ ეგამდე. იმედია, გასაგები, ანუ ეს დასვა, აქ გავჭერი ამ მხარეს, მაგრამ შესწორებაც არ არის პრობლემა, სამდეში თუ გადავალთ. უბრალოდ შეგვიძლია moves მეშვეობით ერთი წერტილიდან გადავიტანოთ ცენტრამდე. და ესეც ასე დაგვისვა. მოდით ახლა ეს ისე უკან დავბრუნდეთ და დავაკოპიროთ.ოვნიშნოთ და დავაკოპიროთ შემდეგ სართულს. 1, 2 და ესეც მესამე. გავაგრძელებ ისე კოპირებას. აქედან ბემდე, ისე აქედან აქამდე. და ამ კოჭებსაც ჩამოვწევ ქვევით, რომ ერთ დონეზე იყოს. წერტილი ავიღოთ, მართობულად შევეცადოთ 165 იყო, როგორც მახსოვს. დიახ. ეს არის ჩვენი, ასე ვთქვათ, ბაქნები. შემდეგი ჩვენი მოქმედება, შეგვიძლია ჩვეულებრივ გავაკეთოთ, თქვათ, დავტიხროთ, გააჩნია ამ ხელა არის ეს ბაქანი, ან შეგვიძლია პირდაპირ ფირფიტა დავამაგროთ Z. მოდი მე დღეს ფირფიტებს დავამაგრებ, აღარ გავართულებ ჩვენ კონსტრუქციას დროის მოგების მიზნითაც და ასე განვიხილავ, მაგრამ ამ ეტაპზე მოდი ავარჩიოთ და ნახოთ, როგორ შეიძლება კიბის შექმნა. საბედნიეროდ აქ დამატებით მოდელებში არის უკვე შექმნილი ბლოკები, არის tiers and railings. შეგიძლიათ აერჩიოთ, აქ არის სხვადასხვა კატეგორიები, სხვადასხვა მონაცემები. და ეს აგვჩენია, მხოლოდ ავირჩიოთ სასურველი მოდელი. ორი სახის კიბია, მოდი მე დღეს ჩვეულებრივს ავირჩევ, დამატებითი მონაცემების გარეშე. ანუ სანამ ავირჩევდია, შეგიძლიათ შეხვიდეთ წინასწარ და შეცვალოთ პარამეტრები, რომ თქვენი სასურველი შედეგი მიიღოთ. შეგიძლიათ შეცვალოთ, თქვათ, ესეთი ეგრეთ წოდებული ბოლტების დიამეტრი, თვითონ საფეხურები როგორ განლაგდეს, საფეხურის ტიპები და თვითონ ეს განლაგება, დაშორება საფეხურებს შორის და ასე შემდეგ. მე პირდაპირ გამზადებულს ავიღებ, რაც მოგცა პროგრამა და შევეცდები ახლა ცენტრიდან დავსვა ცენტრამდე. ნახოთ რას ისავს. ამ შემთხვევაში ცენტრამდე რო ავიღებ, ცენტრზე დამისვა, მოდი გავასწორებ პირდაპირ, გადავალ OD განზომილებაში. ხო, თუ ჩვენ ბლოკზე მოვშნავთ, როდესაც ეს არის მონიშნული, ეს ყილაკი გააკვირდით ნიშნებს სათითაო ელემენტებს, მაგრამ როდესაც select components მივცეთ, თლიანი კიბე მოენიშნება, შესაძლებელია მთლიანად გადავწყვეტ ეს კიბე და აღარ მოგვიწიოს წვალება ცალ-ცალკე ელემენტების. რადგან ამ ბალკას უნდა გავუსწოროთ, მოდით ჯერჯერობით ცენტრამდე დავსვავ და მე უფრო ადვილია გასწორება. ეს ერთი და მეორე მოქმედებით გავასწოროთ ბალკის პირზე, ურტესებრი კოჭის პირზე უბრალოდ. ესეც ასე, მოდი ამას ავწევ ახლა ზევით. შევცვლი ხეთს, რომ უფრო გამოჩნდეს. ესეც ასე, ახლა ეს ნახოთ როგორ არის, ახაც გასწორება არის საჭირო.
ესეც ასე. ну, ეს სასურველი შედეგი ასე თუ ისე მივიღეთ. ანუ ორი ვარიანტია შემიძლია ახლა ავაკოპირო სართულებზე, თქვათ, რაღაც წერტილი ავიღო, რომელიც უკვე დასმული მაქვს, მაგალითად ეს წერტილი და დავსვა ერთი აქ და მეორე აქ. აჰა. და ანალოგიური მოქმედება შემიძლია ისევ აი ამ ცენტრიდან მეორე ცენტრზე გავაკეთო. ავიღებ ისევ კიბეს, მოვნიშნავ ცენტრს, ერთი ცენტრიდან მეორე ცენტრზე. ორი წერტილი ავნიშნოთ და მოვნიშნოთ ჩვენთვის სასურველი ადგილი. ეხლა მე გადავიდам პირდაპირ, მოდით ავირჩევ აი ამ წერტილს და შევეცდები, რომ დავსვა ამ მის ცენტრზე. შეგეცია შორიდან ავიღოთ, რომ ადვილი იყოს შემდეგ. მაგნიტი გაიქცა. აჰა. გადავიდეთ ისევ 2D განზომილებაში და გავასწოროთ მოდელი. ეს კიბი არის, გავასწოროთ ორტესებრი სვეტის ამ შემთხვევაში პირზე. ნახოთ აი აქ რა მდგომარეობა, აქაც სავარაუდოდ მომიწევს გამოწევა, რომ პირზე იყოს დამჯდარი. და საბოლოო სახე ეს არის. ხლა ეს რა დაგვრჩენია, რომ უბრალოდ დავაკოპირო სართულიდან სართულამდე. აქაც სასურველი წერტილი მოვნიშნოთ. ერთი ეს წერტილი ავიღოთ, ჩამოვაკოპიროთ დაბლა. შემდეგ ავიღოთ აი ეს წერტილი. და კიბის მარში ასე თუ ისე შეიკრა. რაღაც მოდელი მივიღეთ. რა თქმა უნდა, ამას ჭირდება დამატებით დამუშავება. მოდი ჯერ გავუკეთებ სამაგრეს ამ ჩვენ უკვე კიბის დეტალებს, რაც შეეხება სამაგრებისას, სვეტის სამაგრები. აქ არის details, აქ არის ძალიან ბევრი ვარიანტი. სიმართლე გითხრათ, მე დამახსოვრებული არ მაქვს, ასე თვალით ვარჩევ ხოლმე. შეგიძლიათ ნომრების მიხედვით დაიმახსოვროთ, მაგალითად ამას თუ ავარჩევთ, ჯერ სვეტი უნდა მოვნიშნოთ და მე ეს წერტილი, სადაც გვინდა რომ ეს დაждეთ, აი ასეთ შედეგს მიიღებთ. არის სხვა ვარიანტები, თქვათ აი ამ ვარიანტის შემთხვევაში ასეთი შედეგი იქნება. ამ ვარიანტის შემთხვევაში ასეთი შედეგი იქნება. იგივე, მაგრამ აი ნახეთ, წითლად როცა ანახებს, აქ გვითითებს, რომ დამატებით მონაცემებია საჭირო, რომ სასურველი შედეგი მივიღოთ. რაც შეეხება ამ მხარეს, აქ წითელი არ არის მწვანეა, ანუ ის შედეგი მიღებულია, რაც არის სურათზე მოცემული. ასევე ასეთი კიბე თუ გვაქვს, შეგვიძლია ცალკე გავუკეთოთ სადგამი, ან ისეთი სადგამი გავაკეთოთ, რომელიც შემდეგ ჩამაგრდება ამ სვეტთან ერთად. ესეც თქვენზეა დამოკიდებული, რა სახის კონსტრუქციაზე მუშაობთ და რა სახის შედეგი მიიღოთ. მაგალითად, აი ამისთვის მხოლოდ ეს არის და შემდეგ ამის მონაცემებში თუ შევალთ, აქ უნდა დავამატოთ დეტალები, კომპონენტები შეგვიძლია დავითვალოთ კიდევაც ჩამაგრება როგორ არის აქ თუ გვინდა რომ მოვაწყოთ ეს ანკერები, უნდა მივუთითოთ სამისი პროფილი, დიამეტრები და ასე შემდეგ. მეორე ვარიანტია, რომ თქვა უბრალოდ მოვნიშნოთ ფირფიტა და ხელით დავსვათ. ესეც თქვენზეა დამოკიდებული. მოდი, რადგან ჩვენ სწრაფად გვინდა რომ ეს გავაკეთოთ, უკვე გამზადებულ დეტალს მივუთითებ, ერთი აქ, მეორე აქ. მესამე აქ, აი აქ არ გამოვა, აი ეს ვარიანტიც ახსენით, რომ აქ უნდა მოვარგოთ უკვე, იმიტომ რომ ერთი დეტალი არ არის, რამოდენიმე დეტალია და შეგვიძლია უშუალოდ მხოლოდ ფირფიტა დავამონტაჟოთ. საბოლოოდ ამ ფირფიტის დასმა და შემდეგ შეგვიძლია ამ ფირფიტის გაბარეტი შევცვალოთ და ეს ფირფიტა შემდეგ ზედ დავსვათ. და აი ეს ვცადოთ აქ როგორ იქნება. აი ამ შემთხვევაში არ აქნა, იმიტომ რომ ეს არის თლიანი დეტალი. ჩვენ უნდა გამოვურთოთ ეს ერთიანი დეტალის ასე თქვათ ღილაკი და აი ცალკე ბლოკად აღიქვა და აქ შეგვიძლია სასურველი მოქმედება გავაკეთოთ. აი ხედავთ რომ ამაზე უკვე ფირფიტა მიემაგრა. ასევე მოგეხსენებათ ხოლმე ეს გვერდზე მიდგმა არ არის საკმარისი, საკმარისია ამ დეტალების დაკავშირება, ამ დეტალებს ჩვენ დავაკავშირეთ შემდეგი ბრძანებებით, რომელიც არის
connection გრაფაში. თქვენ ხედავთ, რომ ორწესებრი ელემენტებისთვის ძალიან ბევრი მაგალითია მოცემული, ძალიან ბევრი სხვადასხვა ტიპი შეგვიძლია ავიღოთ დაკავშირების, ერთ-ერთ შემოგთავაზებთ. აქაც ნახეთ, შეგიძლიათ დააკვირდეთ, რომელიც უფრო მუქი არის, პირველს იმას უნდა დააწყაპოთ და რომელიც უფრო ღია, შემდეგ იმას, რომ სასურველი შედეგი მიიღოთ. მე თუ თქვათ პირდაპირ ვიზავ, შესაძლებელია ეს შედეგი ვერ მივიღოთ, ან საერთოდ შედეგი ვერ მივიღოთ. აი, იმაგასაც ჯერ ეს დავაწყაპე, მე ეს და შედეგი არ მივიღე. არ მომცა შედეგი, იმიტომ რომ ვერ აღიქვა ისე, როგორც საჭიროა. ხო, მოდი ვცადოთ, ოდესაც ჩასმულია უსწავლოთ switch-ში, ეს გამოვიყენოთ, ჯერ ეს და შემდეგ ეს. ნუ, ესეც კარგი კვანძი გამოვიდა, შესაძლებელია გამოვიყენოთ. ანალოგიური ესეც და ესეც, მოდი მალევე ავყვები. პარალელურად თუ თქვენც აკეთებთ, ჩემი თხოვნა იქნება ერთად გავაკეთოთ ყველაფერი. ეხლა აი ეს ბოლო სართულია, მოდი ბოლო სართულს გავზდიმე მაინც 3 მეტრით. რომ ასე ჰაერში არ დაჩს, ანუ აქ მექნება დაახლოებით 12 თუ არ ვცდები და ანალოგიურად მოცემები გადავიტანოთ სხვაზეც. ასე ამასაც ავაკოპიერებ, რომ ზევით გქონდეს უკვე გადახურვა 3 მეტრი იყოს. 1 მაკლია. და ამასაც მოდი 3 მეტრს მივუმატებ. 3 ბევრია, მოდი მეტრ ნახევარს მივუმატებ და იქნება დაახლოებით 0.0 სვეტი. ესეც ავაკოპიროთ ზევით. ესეც 3 მეტრი დაახლოებით. გავასწორებ პირზე. და ჩვენი ასე ვთქვათ შემდგომი გადახურვა. დიახ, მე გავჩერდი აი იმ დეტალების დამაგრებაზე, დავამაგრებ მალევე. აი აქ შეცდომა დავუშვი, ჯერ სვეტი უნდა მომენიშნა და შემდეგ უნდა მომენიშნა კოჭი. აქაც ანალოგიური. აი ხედავთ, რომ ცოტა ბევრი დრო ჭირდება და სადღაც გავწყვიტავ, რომ შემდეგ ეტაპზე გადავიდე. მოდი ცოტასაც აი ჩავამაგრებ აი ამ დეტალს, რომ შემდეგ უფრო ნახაზებს რო გადავალთ, უფრო თვალსაჩინო იყოს ყველაფერი. ეს ამასაც არის სხვა დეტალია. ეს და ნუ მარტივია ყველაფერი. მოდი ცოტა განსხვავებული დეტალიც ავიღოთ ინტერესის გამო, რომ ვცადოთ როგორ მოხდება ამ კვანძის ჩვენება. აი ეს მაგალითად ეს ჩაამაგრა. სხვა დეტალი რო ავიღოთ რამე განსხვავებული. სხვა დეტალი განსხვავებული. აი მაგალითად აი ეს დეტალი ავიღოთ, როდესაც უკვე გამაგრება ხდება კვერდის, მაგრამ ამ შემთხვევაში ხელს შეგვიშლის, იმიტომ რომ ისევ ბალკა გვაქვს. მაინც ვცადოთ როგორ გამოვა. ხო, ამ შემთხვევაში ეს ხელს გვიშლის, იმიტომ რომ ეს ფლიანეცები აქ უკვე ზედმეტია. კი ბატონო. ეს ასე თუ ისე ჩავამაგრეთ, გასაგები არის დამაგრების ტიპები ჩვენთვის. მოდი შევარჩიოთ ისეთი კვანძი, სადაც უბრალოდ მოხდება უკვე კიბის დამაგრება. კიბის დასამაგრებთ აი ეს 1.5, მოდი ეს ვცადოთ როგორ გამოვა. აი ეს მე მგონი კარგად გამოვიდა. კარგად დავამაგრეთ, ამოჭრა კიდევაც სასურველ ზომაზე და მოდი გავყვეთ აი ამ ტიპს. ამასაც შეეხება, ეს უბრალოდ შეგვიძლია შედუღებით გადავაბათ და პრობლემა არ არის. მე მგონი ამასთან დაკავშირებით უფრო საინტერესო ასეთი კვანძებია, რომელიც უბრალოდ მიდგმული არის ერთ. თუ გნებავთ, რომ შედუღებით გადავაბათ, უბრალოდ ჩაწერთ ველს და იქნება ესეთი პროფილები, რომელიც შედუღებით იქნება და არა ვთქვათ
ასეთი გამოცდებული დეტალებით მოდით ესე ვცადოთ. ამ შემთხვევაში ჯერ ეს და მომიშლ შემდეგ ეს. და ამ შემთხვევაში შედეგი ვერ მივიღეთ, იმიტომ რომ არ გამოგვადგა ეს ვცადოთ როგორ გამოვა. ხო, ეს კვანძი ამ შემთხვევაში თვითონ დაამუშავა. შეადუღა ზევით, ქვევით, სრული ჩაჭრაც გააკეთა ზედმეტი დასმის გარეშე. კარგით, მოდი ამ კვანძით გავყვეთ ისევ. აი ეს და ეს. აბა ნახოთ აი ამას როგორ დაადუღებს ეს და ეს. ხო, აქ ეს ჩასვა, ამიტომ ეს არაა სასურველი კვანძი ჩვენთვის. ამ შემთხვევაში შეგვიძლია ეს გამოვიყენოთ, იმიტომ რომ პირდაპირ დადუღება. ხო, აქ პირდაპირ დადუღება გვანახა. ერთი შეადუღა მეორესთან დაკავშირებით. ისე აი მას ავიღოთ დაკავშირებლად, ეს არ გამოვადგა, იმიტომ რომ დასმულია, ალბათ ეს გამოვადგა. ესეც განსხვავებული კვანძი. გააჩნია გემოვნებას და გააჩნია რას ვაკეთებთ. კი ბატონო, მოდი ახლა ავირჩევ სართულს, სართულის ჭრილს და ვნახოთ როგორ დაждდება, თქვათ, ბაქნის ფილა. ესე ჩვენ თქვათ ერთი სართული, თქვათ ავირჩიოთ plate. მონაცემები შეგვიძლია გავზადოთ ცისქე, ავირჩიოთ სხვადასხვა სახის მასალა, ამ შემთხვევაში სტილი აღებული მაგალითად შეგვიძლიათ ხეთით შეცვალოს. და თქვათ ხე დააკოთ, გააჩნია დიზაინს და გააჩნია, რა თქმა უნდა, არქიტექტურას როგორაა შექმნილი. ამ შემთხვევაში მე უბრალოდ ოთხკუთხედს გავაკეთებ და ვნახოთ როგორ იქნება შემდეგ ამის კორექტირება. ამ შემთხვევაში ასეთი რაღაც მივიღეთ, მოგეხსენებათ, აი ეს უკვე ზედმეტია და ამისთვის არის თქვათ ერთი ხელსაწყო, რომელიც edit-ებში ვნახავთ polygon cut-ი. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ part cut-ი გამოიყენოთ, მაგრამ ეს ოდესაც თქვათ უშუალოდ მილ კვადრატი გექნებათ და ზუსტად ამოვწერთ აი ამას. მე რო ახლა part cut-ი გამოვიყენო, მარტო ამოჭრეს აი ამ პროფილს, რომელი პროფილი ჩვენ გვაქვს მოცემული უშუალოდ. ავირჩიოთ ისა polygon cut-ი, მოვნიშნოთ ჩვენი ფირფიტა და სასურველი ზომა მიუთითოთ. ხედავთ, რომ აი ამ ზომაზე ეს ამოგვიჭრა და დაგვისვა. ასევე გადავიდეთ შემდეგ დონეზეც და შემდეგი 4 შემდეგი ასე ვთქვათ კუთხეები გავაკეთოთ. აქაც ზუსტ თავარია, იმიტომ რომ თუ წერად მოგვიჭრა, მე ნახაზებშიც ისე აისახება და არასასურველია, როდესაც ვთქვათ ობიექტზე ან ქარხანაში გააგზავნით, შემდეგ ანახავს და ვთქვათ სულ კუთხეზე ამოჭრილი ან ისეთი ზომა არის, რომელიც შემდეგ ვთქვათ ჩაждდება ობიექტზე. შევიცადოთ, რომ ანუ მარტი კუთხეები დავსვათ, რომ ადვილი იყოს როგორც შემდეგ ნახაზებში გაფორმება, ასევე ობიექტის დამზადება. ანალოგიური ესე მოხდა. შემიძლია ახლა ეს იქით დავაკოპირო. მოდი გადავალ 3D-ში, ან ჭრილში, რომ შემდეგ სართულებზე მოხდეს ამის კოპირება. შევცვლი ხეთს, შევცვლი ამას და ავიყვან შემდეგ სართულს. ერთი სართული. ჩვენს რაღაც მიყვა. ხო, აქ დაკოპირდა და ეხლა მეორე სართულზე გადავიდე. და სახურავზე მთლიანს დავსვავ, რომ ხელი არ შემეშალოს. სახურავზე აღარ ჭირდება ხედი, იმიტომ რომ ამოჭრა აღარაა საჭირო, გადავალ ისევ სტილში ავირჩევ plates, plates გარდა შეგვიძლია სხვადასხვა ელემენტების არჩევა. და სხვადასხვა მოდიფიკაციები ჩატარება. ესე ჩვენ კონსტრუქციაზე და ჩვენ სრულზეა დამოკიდებული. ვთქვათ ერთი კუთხე, მეორე კუთხე, მესამე კუთხე, მეოთხე და შევკრათ სასურველი მონაკვეთი. ეს. გადავიდეთ 3D-ზე და ერთგან თუ დავაკოპირე, შემდეგ ადვილი არის ამ ყველაფრის ტრანსპორტირება. ერთი და ეს მეორე. მოდი ავიყვან ახლა სხვა სართულებზე დავსვავ პირდაპირ.
და ესეც ამ ტიპის გადახვევ. რა თქმა უნდა, შეგვიძლია კავშირები გავაკეთოთ და აქაც შემდეგ დავსვათ გადახურვის ფილა. ესეც ჩვენს დროზეა დამოკიდებული, იმედი ეს ცენტრშია დასმული, ესეც შემდეგ დავსვათ ცენტრში. აი თუ ასეთ რაღაცებს დაგიტოვებთ, არ არის საჭირო წვალება, ჩაჭრა, უბრალოდ აქაც უკვე დითეილი და სამაგრები რო გამოიყენოთ, შესაძლებელი არის რომ თვითონვე შეასწოროს ეს ხარვეზე, მაგალითად, სადოთ მოდი ამით და ხედავთ რომ თვითონვე წაჭრა, თვითონვე დასვა სასურველი ფორმა, ну ეს ამის შეცვლა თქმა უნდა შესაძლებელია, უბრალოდ შეამცირებთ ამას, გააკეთებთ ორიანს. რო არ დავკარგო, მოდი მე პირდაპირ გავაკეთებ. ეს ასე და ესეც ასე. თავარი ის არის, რომ ამ შეუძლია მორგება სასურველ ზომას. და აქაც შეგვიძლია მე აღნიშნული ფირფიტა დავაფაროთ. იმედია ეს ნაწილი თქვენთვის, ну, გასაგები არის და ყველაზე მთავარი ახლა უნდა მოვაწყოთ ჩვენ სასურველი, ასე ვთქვათ, მეგეწოდებული მოაჯირები. მოდი დავიწყებ აქედან. ასე იგი პირველ რიგში უნდა მივუთითო აი ეს სიგრძე, იმიტომ რომ სხვა ესეთი დაბოლოებები არ მაქვს აი აქედან აი აქამდე. და უნდა მივუთითო აი ეს. აი შემთხვევაში დასვა 4 საყრდენი, გავიმეორებ იგივეს და აქედან მოვნიშნავ აი აქ და დავსვავ საყრდენებს. უნდა მივუთითო შემდეგ ის. აი ისევ აქედან აქამდე და მივუთითებ აი ამ ბალკას. შემდეგი მოქმედება არის უშუალოდ აი სახედურების მონტაჟი. სახედურების მონტაჟისთვის გამოვიყენებ ამ მოქმედებას. აქ გვიჩვენებს რომ რა უნდა გავაკეთოთ, ანუ პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე. ან უნდა ავიღოთ ის საყრდენების რაოდენობა, რომელიც გვაქვს მოცემული. აგრეთვე შეგვიძლია თქვა აი ამის ცვლილება, დაბოლოება შევცვალოთ, როგორ არის, სიგრძეები შევცვალოთ და ასე შემდეგ. მოდი ავიღებ აი 1 2 3 4 და ეს მოქმედება არის ისევ 1 2 3 4 და სახელურები დასვა. რაც შეეხება შემდეგს, აი ამას ეს უბრალოდ უკვე გამზადებული, ასე ვთქვათ, არც ისე იდეალურია რომ გამოვიყენოთ, აი ნახავთ ახლა. რო დავსვავ აქედან აქამდე ისე მივუთითებ ამას და არის ასეთი მოქმედება. აქ ბევრი ცვლილება არ არის შესაძლებელი, უბრალოდ ეს დეტალი დაემატა. და შიგნით რო შევდივართ, ანუ პარამეტრების სიმცირე არის ასე ვთქვათ, რაღაც შეზღუდული რაოდენობით არის და მხოლოდ იმის მოქმედება და იმის გაკეთება შეგვიძლია, რასაც ეს გვთავაზობს. აგით მოდი მე ამას ავიღებ, რადგან სწრაფად ხდება და არ არის იმის დრო, რომ საკუთაოდ ყველა ის გავაკეთო ეს და შემდეგ. ასე ვთქვათ, ეს ბალკა. ну კიბეებზე იმედია გასაგები. ხო, რაც შეეხება აი აქ მოწყობას, აქაც ანალოგიურად ხდება, ავიღებთ აი ამ ნიშნულს, სიტყვებსაც გამოჩნდება, შუა ცენტრი ავიღოთ ბალკის აი აქედან. ვთქვათ, აი აქამდე დავსვათ და მოვნიშნოთ აი ეს. დასვა საყრდენები და ანალოგიურადაც გამოვიყენებთ აი ეს იყო 77, 1 2 და ესეც ჩვენი მოაჯირი დავსვით. დაკოპირება არ გამოდის ხშირ შემთხვევაში, რადგან ასე ვთქვათ, მიბმული არის თვითონ იმ დეტალს, რომელიც დეტალიც მოვნიშნე. ხა შევეცდები რომ დავაკოპირო, მაგრამ ну ამ შემთხვევაში გამოვიდე. ზოგჯერ გამოდის, ზოგჯერ არ გამოდის სამწუხაროდ. აი ამ შემთხვევაში ასეთი შედეგი მივიღეთ. რაც შეეხება მოაჯირებით ვცადოთ, მოდით. ქვევით არის მეგონი, სადაც 3 და 3 ავიღოთ.
აი მოვაჯირების დაკოპირდა. კარგი, რადგან ეს გამოვიდა, მოდი მე დავაკოპირებ. ქვევით არის, ზევით მაქვს, ამას დავაკოპირებ ქვევით ისევ. ვიცი რაც მოვიდა. კიდენ არჩობია მეორე წერტილი თუსაც მივუთითოთ ხოლმე, რომ არ გაგვეცს. აი გაიქცა. კი ბატონო, მოდი დავტოვოთ ასე, რომ არ გაგვეწელოს ძალიან. აი ამასაც ავიღებ მე. ისე მოვნიშნავ თქვა, აი აქედან მინდა რომ აი აქამდე იყოს. ინტერესს არ უნდა მიჭირო. შეეცადეთ რომ ინტერესს არ დააჭიროთ, თორე არ დასვავს ხოლმე სასურველ. ეგრევე უნდა მივუწითოთ კოჭი. ავიღოთ ისე აი ეს ზომა 1 2 3 4 და შეიკრა მოაჭრი. მოვნიშნავ ახლა და შევეცდები დავაკოპირებ. 1 და მეორე. მოკლედ გვერდიდან თუ შევხედავთ, ასეთი რამე გამა. ეს იქნება ჩვენი მოაჭრები და კიბი. კი ბატონო, როგორც ხედავთ, კიბის კონსტრუქცია უკვე გვაქვს, სასურველ ზომაზე მორგებული და რაც ყველაზე მთავარია და რაც მნიშვნელოვანია, ჩვენ უნდა მოვამზადოთ ნახაზები და უნდა მოვამზადოთ მასალათა უწყის. მასალათა უწყის მოსამზადებლად ავდივართ drawings and reports. აქ არის უკვე გამზადებული შაბლონები, რის მიხედვით შეგვიძლია ამოვიღოთ მოცულობები. აქ არის უშუალოდ PDF ფორმატში მოცემული ელემენტები. თუ თქვა დავირჩეთ PDF ფორმატს, აქ შემდეგ უნდა მივუთითოთ, ანუ ყველა რაც მასალა ის გვინდა ამოვიღოთ თუ გარკვეული მონიშნული, რომელიც ჩვენთვის ასრულელია. ამ შემთხვევაში მივუნიშნებ create from all და მომცა ასეთი ცხრილი, თქვა ელემენტების დასახელება, რაც ვთქვი, თეკლა მიანიჭა, ნუმერაცია, თვითონ პროფილი, სიგრძე, მოცულობა, შესაბამის განსომილებაში და წონა. აგრეთვე რა თქმა უნდა შეგვიძლია სხვა მონაცემებიც მივთქვათ, აი ეს თუ გვაქვს აქ, აი ამ შემთხვევაში არაფერი არ არის ისეთი მოცემული, რიბარი არ გვაქვს, მოდი ვნახოთ element list-ი. ხო, აქ უკვე ჩაშლილად არის მოცემული ყველაფერი. და რა თქმა უნდა, საერთო წონაც მოცემული. აგრეთვე თუ თქვა არ გვინდა ეს ამზე დასმული, არის ასეთივე ჩვეულებრივი ფორმები, აი ეს element list რო დავაჭერთ create from all, თავისი ასე ვთქვათ გრაფა მოგვცა, მას უხეშად ჩამოწერილი, შეგვიძლია შევინახოთ, PDF-ი ამოვიღოთ, დავბეჭდოთ და ასე შემდეგ. რა მოქმედებაც გვინდა, ის მოქმედება შეგვიძლია გამახორციელოთ. ასევე არის აქ option-ში შეგვიძლია სხვა დიალოგის ფანჯარა ავირჩიოთ. და სხვადასხვა მოცულობები, სხვადასხვა ასე ვთქვათ, ფორმატები შევარჩიოთ. ამ შემთხვევაში PDF-ი ქონდა მითითებული, PDF-ზე გადავიდა. შეგვიძლია Excel-ი მივუთითოთ, ან შეგვიძლია შესაბამისი პლაგინი გადმოვწეროთ Techlavier House-დან და Excel-ის ფაილში მოვითხოთ ეს ყველაფერი. ანუ მოცულობები გასაგებია, იმედია, ასე თუ ისე, საიდან ხდება და როგორ ხდება, მაგათ ისე material lists თუ დავაჭერთ იგივე მოცულობებს ამოიღებს. აი Excel-ის ფაილით მომცა. იქაც არის მითითებული, თქვა და აი ეს არის ანუ CSV რო აწერია, უკვე Excel-ის ფაილის მადლებს და გადაყვანა აღარაა საჭირო. Excel-ის ფაილში პირდაპირ მოცემულ შეგვიძლია გააფორმოთ ან ადვილადვე დავაკოპიროთ და ვნახოთ რა შედეგები მივიღეთ. დიახ, ახლა გადავიდეთ მთავარ საკითხზე, ეს არის ნახაზების მომზადების საკითხი.
ყველაზე დიდი დადებით თვისება, რაც თეკლას გააჩნია, ეს არის გამზადებული ელემენტები და შემდეგ ამ გამზადებული ელემენტებით უკვე ნახაზების მომზადება. მე არ დავიწყებ დღეს ხელით მომზადებას, მე განახებთ თქვათ იმ ხარეს, რაც გვეხმარება სწრაფად მომზადოთ ნახაზები. ამ შემთხვევაში თუ ეს ვარიანტი ავირჩიეთ, უნდა მიუთითოთ select აი ეს ფუნქცია უნდა ავირჩიოთ, შემდეგ მოვუნიშნოთ ჩვენი მოდელი, ან გარკვეული დეტალი, რომელი დეტალის ნახაზიც გვინდა და აქ არის რამოდენიმე ვარიანტი. ვთქვათ create fabrication drawings. Okay. დაველოდოთ, ამ შემთხვევაში გამზადა ნახაზები, მივცეთ ვთქვათ create და 35 ნახაზს გამემზადებს სხვადასხვა დეტალზე და სხვადასხვა კვანძზე. ცოტა დრო ჭირდება ამ ყველაფრის დამუშავებას, დაველოდოთ. თქვენ ასევე გემახსოვრებათ, რომ შემდეგ ნახაზები უნდა ვნახოთ document manager-ში, სადაც უშუალოდ ხდება როგორც რაპორტების შენახვა, ასევე ნახაზების ჩამონათვალიც კეთდება. და შეგიძლიათ დაყოთ, შეგიძლიათ მარტო რაპორტები გამოჩნდეს, შეგიძლიათ მხოლოდ ნახაზები გამოვაჩინოთ. ცოტაც დარჩა, თქვა 33 გვაქვს და 35 ნახაზს მივიღებთ. მზად არის როგორც ჩანს. გადავდივართ document manager-ში. და აქ არის ყველა იმ ნახაზის ჩამონათვალი, რომელიც შექმნა, თქვა პირველი ნახაზი, რომელიც არის მოცემულია აი ეს, უშუალოდ კიბის კონსტრუქცია და მასე ჩამაგრებული ეს ჩვენი დეტალები, ფიტები, დიამეტრები, თქვა რა სიგრძე არის, როგორ უნდა მოიჭრას და ასე შემდეგ. შემდეგი ნახაზიც თუ არ ვწდები, არის უშუალოდ კიბესთან დაკავშირებული. აქ უბრალოდ დასაჯგუფებელია, შემდეგ გასალამაზებელია. შემდეგი ნახაზიც ანალოგიურია. დაკავშირება, თქვა სამი სართული ქონდა და სამი ერთმანეთს დაუკავშირა, აგრეთვე სიგრძეები არის მითითებული, აქვე გამოგვიტანა ცხრილი მასალათა ჩამონათვალი. ამის შეცვლა თქვენ რა თქმა უნდა შეგიძლიათ თქვენი კომპანიის შტამპი დასვათ. ესაა საინტერესო, ეს არის უშუალოდ კიბე, მისი თქვა პროფილი, როგორ გამოიყურება. რაც შეეხება ქვევით, ეს თუ არ ვწდები არის უშუალოდ სახელურები, ზომები, დაშორება როგორ უნდა მოეწყოს. ეს მოაჯირი არის. ამას შეეხება ეს ერთ-ერთი დეტალია, ვეცნობ სიმართლე გითხრათ. ეს ის არის მოაჯირს, რომ გვერდიდან ქონდა მიფარებული ფირფიტა, იმის ნახაზი არის გამოტანილი. ეს უშუალოდ მცირე დეტალები და კვანძები, რომელიც შემდეგ შეიძლება ამოიჭრას ან დამუშავდეს. და ანალოგიური უშუალოდ სხვადასხვა დეტალებია შემდეგ გამოტანილი, თქვა რა დაშორებით უნდა ამოიჭრას გილზები, რომ შემდეგ ეგრეთ წოდებული ბოლტებით დავამაგროთ და ასე შემდეგ. ეს ცალ-ცალკე დეტალები. ანუ თვითონ აღინიშნა C ეს არის უკვე რაღაც მოცულობითი, B არის გარკვეული დეტალები, ეს zero case-ით აღნიშნეს კიბე, L პროფილით აღნიშნა ეს თქვა ეგრეთ წოდებული კუთხოვანა, რომელიც უნდა მოიჭრას და რომელიც უნდა დამაგრდეს და ამასაც საკუთარი სახელები მიანიჭა. მეგობრებო, დღევანდელი თემა ეს იყო, იმედია საინტერესო იყო თქვენთვის, თუ რამე კითხვები გაქვთ, შეგვიძლიათ გავიაროთ ერთად და შევეცდები ამავდროულად პასუხი გაგცეთ. გისმენთ? კი ბატონო, თუ კითხვები, კი ბატონო მოიწერეს. მადლობა გიორგი, რომ დაგვესწარით და ჩვენი ვებინარი მოისმინეთ. აქეთ მადლობა. კარგით, თუ კითხვები არ გაქვთ, დაგემშვიდობებით და მომავალშიც საინტერესო თემით დაგიბრუნდებით. კარგად ბრძანდებოდეთ. ნახვამდის.